ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გამარჯვების დღე შეიძლება ესე ითქვას, მართლმადიდებლობის გამარჯვების დღე და მე მინდა ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ჩვენ ვიყოთ არა მარტო მართლმადიდებლები, მხოლოდ იმით, რომ ესე გულზე ჯიხის დასაცემად რომ მართლმადიდებელი ვარ, არა რაღაცა გულუბრყვილო მორწმუნეები არ უნდა ვიყოთ, როგორც რაღაც ესე ადამიანი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეხლა მე ქრისტიანი ვარ, მართლმადიდებელი ვარ და მეტი არაფერი არ არის საჭირო ამისთვის. შენი შრომა უნდა იყოს ამაში ძალიან ბევრი ჩადებული და ღმერთზე უნდა იყო მინდობილი და არა ისე გულუბრყვილოდ ჯეროდეს, რომ თითქოს თავისით მოვა რაღაცა ესე ყველაფერი. არა, თავისით არაფერი არ მოვა. შენი შრომა უნდა ჩადო და ღმერთზე მინდობა უნდა გქონდეს. მართვა, რომელიც დაიწყო, მე აქ არ ვიყავი და რაღაცნაირად კურთხევა ჭირდებოდა თან მართვისთვის. კურთხევა ჩათვალეთ, რომ ეკლესიისგან ზოგადი კურთხევა არსებობს, რომ კალენდარში წერია მართვა იწყება, ეს ყველასთვის ნიშნავს, რომ მართვა იწყება, ვინც ემორჩილება ეკლესიის ხმას, ბუნებრივია. თუ რაიმე ცალკეული კურთხევა ჭირდება ხოლმე ვინმეს, რაიმე ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ან რაღაცა განსაკუთრებული ღვაწლი გადაუწყვეტია ამ მართვაში, ამ შემთხვევაში უნდა მოხვიდეთ, რომ კითხოთ აზრი ვთქვათ და რაღაცაზე მიიღოთ კურთხევა. რაც შეეხება ზიარებას, უნდა ეზიაროთ ყოველ კვირას, უნდა იყოთ რაღაცა სამარხო რეჟიმში, ეს თქვენი სამარხო რეჟიმი ყოველი მართვის დაწყების წინ გეუბნებით, რომ ნუ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საკვები პროდუქტების ცვლილება თქვენს ცხოვრებაში, არამედ იყოს ცხოვრების ცვლილება, რაღაცა მეტი ფიქრი, მეტი აზრი, მეტი რაღაცა შინაგანი თქვენი მზაობა იმისა, რომ ღმერთზე უფრო მეტი დრო, ღმერთზე ფიქრს მე უფრო მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე რაღაცა სხვა საქმიანობას, რომლითაც შეიძლება ყოველდღიურად იყოს დაკავებული ადამიანი. აი რაღაცნაირად თქვენი დრო უნდა განსაზღვროთ სწორად. ერთხელ მოვისმინე და მე რომ ვეთანხმები აბსოლუტურად აი ამ აზრს, რომ ყველაზე დიდი საცდური, რაც არის 21 საუკუნეში და არა მარტო 21-ში, მინდა გითხრათ, უბრალოდ ეხლა განსაკუთრებულად გამძაფრებულია ეს საცდური, რა არის ეშმაკი, რას უკეთებს ადამიანს და იქ 1000 აზრი გამოთქვა ვიღაცამ, რომ აი რაღაცა ესეთი მრუშობით და აღვირახსნილობით და არაო, პასუხი იყო ასეთი. ყველაზე დიდი საცდური არის ის, რომ თქვენ კარგავთ ძალიან ბევრ დროს. ეშმაკი ცდილობს მოგპაროთ ძალიან ბევრი დრო. და ეს ბევრი დრო არის არაფრის კეთებაში. როდესაც არაფერი არ გრჩება ადამიანს, თუნდაც იქ რაღაცა სოციალურ ქსელებს ათვალიერებ თუ რაღაცა სერიალს უყურებ თუ რაღაცა თუნდაც გადაცემას უყურებ, რომელიც არაფრის მომცემი არ არის შენთვის, ეს არის ის დროის კარგვა, რომელიც შენ შეგეძლო გამოგეყენებინა სულიერ საზრდოდ გექცია და გაზრდილიყავი როგორც ადამიანი და როგორც ქრისტიანი. ამიტომაც იმართულეთ ასე იფიქრეთ ამაზე, რომ თუკი ამას უთმობდით რაღაცა გარკვეულ დროს დღეში 1 საათს, ეხლა უნდა დაუთმოთ 9 საათი და რაღაცა ამ მიმართულებით უფრო მეტი იყოს ფიქრი თქვენი მარხვისა, ვიდრე იმაზე, რომ თქვა ეხლა მაშინ ხალში რაღაცა ვინმეს კარაკი ყوار ჩაეწვეთა ერთი წვეთი და არ დავიღუპოთ მან ეგრო შემომეჭამოს მარხვა არ გავდექვა და ამ დროს შეიძლება მართლა მთელი დღე დრო დაკარგო მერე რაღაცა უაზრო რაქვია მაგას სკროლვას აი ესე რომ რაღაცა უაზრო ინფორმაციებს ადიხარ თვითონ უყურებ და მეტი არა. ამიტომ ასე იმართულეთ, ასე აი ეს მიმართულება გქონდეთ აღებული და ნაკლები ყურადღება უფრო სხვა რამე რაღაცებზე, რაც თვითონ მნიშვნელოვანი არ არის. გაავარჯიშეთ თქვენი მეხსიერება კითხვით, გაავარჯიშეთ თქვენი მეხსიერება, დაიწყეთ რაღაცის სწავლა, ეს თქვენ გონებას ძალიან დაეხმარება. აი დაიწყეთ თუნდაც და პირველი ფსალმუნი ისწავლეთ ზეპირად. ხო იცით 50-მე თქვა დილის ლოცვებს კითხულობ. აი ხა პირველი ფსალმუნი სწავლას დაიწყებ, გეცოდინება პირველი არ არის დიდი. და სამაგიეროდ რომ დაждდები სადღაცას ავტობუსში, ისაკია, რაღაცა უაზრო ფიქრების ნაცვლად გაიმეორებ ამ ფსალმუნს და მე ამ ფსალმუნს დაგაინტერესებ შინაარსიც რა ხდებაო და უფრო კარგი რაღაცები გეკნება. პირველ ფსალმუნს თუ ერთ დღეში ისწავლი, ასეთი ნიჭიერი ხარ, მაშინ მეორეზე გადახვალ და ასე შემდგომ. აი რაღაცა ისე ავარჯიშეთ თქვენი გონება და ნუ დაკარგავთ ხუჭად დროს. აი ეს იყოს თქვენი მარხვა. ყოველ წელს რაღაცა მოწოდებას ვაკეთებ ხოლმე, რომ წელს ასე იმართულეთ, წელს ასე, აი წელს ასე მოგიწოდებთ რა, რომ
წლევანდელი მარხვა უნდა ჩაატაროთ ისე, რომ დრო არ დაკარგოთ. მაქსიმალურად უნდა გქონდეთ ათვისებული დრო. კარგი? ახლა თუ შენიშნეთ, მე წიგნი მიჭირავს ერთი ხელში. მე ერთ-ერთი რედაქტორი ვარ ამ წიგნისა, გამოიცა ძალიან კარგი გამოცდილებაა, მოკლედ რაღაცა სულიერი ურთიერთობისა. და მე მინდა გირჩიოთ, რომ სულ 15 ლარი დაჯდა ეს წიგნი და ჩვენ არ დავამატეთ ამას ფასი, გვინდა რომ ესევე გავყიდოთ, რომ სხვა წიგნს ვამზადებთ გამოსაცემად. ამიტომ ვისაც კითხვა გიყვართ, მე მინდა გთხოვოთ, რომ შეიძინოთ ეს წიგნი და მარხვაში უკეთეს წიგნს ნამდვილად გეთქვით, რომ ვერ წაიკითხავთ. თუ ახლა ბიბლიას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. ისე რომ თქვა გადახედოთ ამ წიგნს. ვისაც კითხვა არ გიყვართ, მათაც აუცილებლად უნდა შეიძინოთ და რატომ ეხლავე გეთქვით? იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მეორე წიგნის გამოსაცემად თანხა. და ამიტომ ვისაც არ გიყვართ, იმათმა უფრო მეტი შეიძლება, იმათმა შეიძლება ორი შეიძინოთ. ვისაც გიყვართ, მინიმუმ ერთი მაინც შეიძინოთ. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება. იასთან.